სოფელო კახელებს. მიდი, ბარემ ერთიანად. ესე იგი, გვერდიგვერდ სოფლები არ ვიტყვი. ხო. კახეთში და ერთი ესეთი რაღაც ოჯახი იყო რა, ნუ სიღარიბის ზღვარს გადაცილებული. 9 დედმამიშვილები იყვნენ სუბიჭები. ხო და გვერდზე სოფელში ერთი გოგო ცხოვრობდა, დედის ერთა იყო, ცოტა შეუხედავი იყო, მაგრამ დედის ერთა იყო და შეძლებული. ხო და უმცროსმა ჭკუა გამაიყენა და სანამ ესენი დაოჯახდებენ ამბავეო და ის გოგო მააგდო ცოლად როგორ ახალი ნոր შეესტი იგრე. ისეთ პირობები იყო იქა რომ ამ გოგომ ერთ თვეში აბა დედმამასთან წამიყვანეთ აქედანო შემქმარსაც უთხარით წამოიდესო აი ეგ ჩვენ ვერ გავძლებთ ამოტოლა საქარის და ეხო წება ეს სიდეს არა რას ლაპარაკობ გასო ზესიდე წამოსული ვარ ვარიანტი არ არსებობსო მოკლედ ერთვიანი ხვეწნის მერე რაც უნდა და თავის მიზანს მიაღწია გადაბარგდა ო კახურად ეგრეა გადაბარგდა და რო გაივაკა უკვე რა გაივაკა ბიჭმა და შეძლებული ოჯახი აქ ხრები ყავთ ძროხები ყავთ ამბავი დიდი ვენახები აქვს და ეს ამოტოლარზე საწაიღონ მაშინ ზეს არ იბარებდნენ სოფელში ახლა რო იბარებენ და ზოგი ტყელი ამოყავდა ზოგი მაწონა დედებდნენ მოკლედ ბევრი რო არ გავაგრძელო ერთი ახალგაზრდა ლამაზი ქალბატონი დადიოდა 2 კილა მაწონს იღებდა ყოველ დღე ერთი ადგილიდან და მიქონ თვალი დაადგამან მაგრამ ვერ მიუდგა ხო და ახლა კახელების ცენტრი არის ნავთლუხი რო იცოდეთ ჩვენი ხო იქ და გადის ო არა ბირჯა ცენტრალური ბირჯა იქ არის ო ბავშვი კი ო ჩამოიდა უკვე ბიჭ ფული აქ ჯიბეში ამბავი და ძმაკაცი გადმაიპატიჟა რა თავის სოფლელი კარკახანის სოფელში დამყოფი არისო და ფეხსადგომელა მაგიდები რო არის არაყი მიარტყეს იქა და გენდო ამას რომ არაფერი არ მეჭერს ბიჭო იგრე ვარ აი როგორ პორში რუსმანი არ აყანყალეფო ოდა აი მეზობლი ხალი დადის ბიჭო რა ხალია რომ მოდის სოფელი მაქვს მაგრამ ვერაფერი ვერ ავქენი რა ადგინა ბიჭო რა მეკნავ ინდე ზოო მაღაზიების მეტი რა მიდი ბაბროკა იყიდე ზროხა ეს აიტეხავს იმას ვერ ატეხავსო ჩაუყარე მაწონში და გაიყე უკანო უთხრა იყიდა მოკლედ ჩავიდა და ჩაატარა ოპერაცია ჩაყარა აბა ელოდება ახლა სულ მოუთმილად მოვიდა ეს ხალი ქალბატონი უნდა აიღოს მაწვნის კილები და ის მაწვნის კილა აღარ არის რომელში ჩაყარა კაცო ამას სხვა 2 წელი აიღო და წავიდა სიდეთასთან შევიდა და ეუბნება დედიო დედას ეძახა აი ეგ მაწვნის კილა რო იდო ვინ წაიღო არავის არ წაო ღია შვილო ცხელოდა და მე შავჭამე გული გავიგრილე სიმამრე ბიჭო ალაზნი პირას იყო დიდ ვენახებში აწვა ესა სირბილი ჩავიდა და სიმამს მოუყვა ეგრეაო და სიმამ მოუთხრა დეეგდეო ურალი კალიასკიანი რამოკოკა ორბორბალზე მოვიდნენ ეზოში გადმოხდნენ და გაიღო სახლის კარები გამოვიდა მანტიორი აი ეგრე პაპკა კუკარაჩას პაპკა იღლიაში ამოყრას მეიკას და ამ წლისა თქვენი გადახდილიაო გურჯაანში კონცერტი ქონდა. კონცერტის შემდეგ ორი პატარა გოგონა მოვიდა ჩემთან და ერთ-ერთი მეუბნება. ბატონო დათო, თქვენი ავტოგრაფი შეიძლება? როგორ არა მეთქი შვილო, სახელი ვკითხე და ერთი ფურცელი ჯიგრიანი ავტოგრაფი უსახსოვრე. მადლობა გადამიხადეს და წასასვლელად რომ მიბრუნდნენ, მეორე ეუბნება. სახში რომ მივად, ხო გადამაწერინე? იმათი დღე იყო მაშინ. ესე იგი, სვანებს რო არ მოვეფერო ახლა ხო არ იქნება. თან აქ რამდენი ქუთაისლები ყავთ. ისინი ხო უნდა ვახსენო. რა თქმა უნდა. სიყვარულში. ჭიჭიკი არის ასულ ლენტეხში. ო და ზამთრის პირია, ცივა უკვე და არ მოძრაობს ტრანსპორტი არაფერი და ელოდება, რაც ხა მეგება გამეიაროს. კაროჩე და რაღაცა მოაფხეობას და გახედა მოტოციკლეტი მოდის, მაყუჩი არა, გლუშტელი. ხო. სვანი ახურია სვანური ქუდა ზედ კასკა. შლემი. ოქნე, აბა თუ მიდიხარ, გამიყოლეო, იმან კი ვერ გაიგო ვერაფერი, მაგრამ ხო დაინახა და გაუჩერა. ჩასვა ამ კალიასკაში, გადააფარა ეს. თავი ჩამოაცვა შლემი და გავიდა ეს რაღაცა ზეუნება ჭიჭიკა და ოპლიკაზი და ამანი ფიქრა კაროჩე ტობას ხელაო და მოუმატა. ჩავიდნენ ქუთაისში რაღაცებს ჭიჭიკებმა არ ესმის ამას, იმიტომ რომ იქ გამაყრუებელი ხმარი და
რომ მოხდა ქუთაისში შილები დაიღვარა ერთი საბილიტრო ოფლი. უყურებს ეს თონი ბიჭო მე გევიყინე და შენ რა აქვს ხელას? დამცხება ბიჭო აბა რა იქნება ლენტეხი და ფეხით მოგზდევა. ზირი არ ქონა კალი. მაიკო ჩემი ძმაკაცია იმედა ჩოკოშვილი და დამირეკა რომ დათო უნ ჩამოხვიდე მაიტა ჩამოდიო რა იყო მეთქი ხო უნდა უკლაო და ბიჭები წავიყვანე აქედან ხო დაკლა აი ხორცი იცინო და ეგეთი იყო თიმთიმები და რა და ხაშლამო რომ შემოგდა ერთი იყო და რატომღა საიტეხა მოიდა ესენი წაიღე გამოცვალე კუნთები წამაიღე კუნთებიო სტუმარი არა და მიმედა მო გამაატანა სინი შაუსვალე კუნთები გამო შეჭამეს ეს კუნთები მეორე სერვე მიდი კუნთები წამაიღე კუნთებიო სამჯერ გააგზავნა კუნთები წამაიღე და გამოვიდა იმედა ვინ ეკითხულოს კუნთებსო მე მომთ რა იყო ბიჭო ბოჭურა დავკარი განა შვარცნეგერი პატარა კახელი ეკითხება მამას მამი ხვალე ორ შაბათია თუ პარასკევი ცოტა ახლო მკითხე შეშობელზაო პატარა კახელს ეკითხება მასწავლებელი რატომ დააგვიანე ძროხა იყო ატეხილი და ბუღაიდან წავიყვანეთ მასც მამა შენი რა სახში არისო? მამა ჩემი კი სახში იყო, მაგრამ მაინც ბუღაიდან წაყვანა ვამჯობინე. კაკრას ზუსტული სიტყვა. ხო, ზუსტად. ხინკალს მიირთმევდნენ და დავაყარო ოპერაცია, ეკითხება. დააყარეო. კიდე დავაყარო. დააყარეო. კიდე დავაყარო. დააყარეო. ჯო კიდე დავაყარო. ჯო არა ვჭამდა დააყარე რამენიც. თელავში ცოლი ეჩხუბება ქმარს. მე კიდე გეცე ზამთარი კარზე მოგვადგა. მოიდა ბალღები პალტოები წაიღე ხიმჩისკაში და აწმენდინე. საწავო ხალო, დღეიკვირა არის. გურჯანში გადაიტანე. გურჯანში რა ორ შაბათი იქნება. მაგარი რა მოიყვება. ეხლა ნუ მოგეხსენება დიდი ნაკადია სასოფხეთიდან ჩამოსული. იყო უпростоრად წელს ბათუმში? კი, მაგრამ ხო გავიგე სეზონი გადაიწია ერთი თვე ხო კიდე მე ჩამოვლენ. დეკორაციულ ვერასწრებელო თიშა. გადაიწია სეზონი? ერთი თვე 5 ვარსკვლავიანი სეზონი გადაწევლა ვარნოს აქ ინფორმაცია და მოკლედ ჩამოსულები არიან რა და ტალღა გამოვარდა უცაბედად და სომხის ბავში შეიტრია რა და აღჭობს თო. დაინახამ ქართველმა იქაურა გადახტა და 1 საათნახევარი ეომა ტალღებს და გადაარჩინა ბავშვი და გამოიყვანა რა და მისავათებული მიესვენა იქ სილაზე. Უსვათ წაადგა ესეთი სომხური ჩრდილი თავზე. ესეთი ცხვირით და Здравствуйте. Здравствуйте. Моего ребенка вы спасли. Таманут рам უნდა უთხრას რომ არ ღირს ხა მადლობათო და я спасу. А кепка и тапочки где? Кепка и тапочки где? Кайера. ახური თემა გავაღრიე. ანეკდოტების 5 წუთი კი არ არის. არა, ნაღდი ამბავი იყო ესა. მეორეს მოგიყვები კიდე. მივიდე მე მამუკასა გადავა. კარგი. ხო, რიგში ხარ იცო. კაი, მე კაი. ბოლო მე ვარ. შენს მერე მე ვარ ისე. კი, ბოლო მე ვარ. ესე იგი საჩხერეში ყოლიათ ორი ზებრა. ზებრა? კი, ბატონ ბიზნეს ყოლია ორი ზებრა. იქ ხო ცხოველები ხო ყავს, ეგზოტიკური ცხოველები და დედალ-მამალი ზებრა ყოფილა და დედალი ზებრა გარდაიცვალა. აქაური პირობები ვერ აიტანა, აკლიმატიზაცია ვერ გაიარა და მოკლედ მამალი დარჩა. ეხლა ის პერიოდია რომ ყვირალობა აქვს კაცო მამას. დაანგრია იქაურობა დაალეცა თურმე არის უბედურებაში და დაარეკეს იქ სადაც იყიდეს რა ვქნათო რა გავაკეთოთო მაკეთა ზებრის ჩამოყვანას ვერ მოვასწრებთო და ივანო ტრევკაცმა რაღაცა ზებრის ჯიში ცხოველი გეყოლებათო მანდაო ოდახ საჩხერეში რომ მოზევნე სულ პატარა ვირები იყო ზებრა დიდია სამოიდნენ ჩვენკენ კახეთში მიადგენ ერთი გლეხი კაცი იყო კაცო იასამნის პირი ვერ იყავა აი როგორ შულს იგრეული და ვისა კარგი აი ჯანიანი ვირი იყო და იყიდეს და წაიყვანეს რა მოკლედ დამთავრდა იქ ამბები იქორწინა ამ ზებრამ დაარეკეს რა ეხლა ამ ვირის უიგდარეკეს ისევ წაუყვანეთ უკან პატრონს რა უნდა უყოთ რა არაჭირდებაო და მოკლედ ბატონ ბიზნეს უთქვამს თუ ჩაუყვანეთ პატრონ ზებრაო და ერთი ნივაც ახალი ნივაც შემგან აჩუქეთო რომ მოუყრე გაჭირებული ოჯახიაო და ჩავიდნენ კახეთში ჩაიყვანეს ეს ვირი და ამ გლეხმა რო დაინახა კახელმა ბიჭო შეეშნა მე მგონი უკან მიბრუნებენ ფული უნდა მთხოვო ფერი დაკარგა უთრესო რომ ძიაკაცო არ ინერვიულო ეს ვირიო აღარ გჭირდებაო ჩამოგიყვანეთ ხა თუ მაინც და მაინც წელიწადში ერთხელ გათხოვეო რა და ეს ახალი ნივაცო გამოგეგზავნესო საჩუქრათო რომ
მოკლედ ის ზებრა გადარჩაო. აბა დატრიალ და კახელი ხა იგრი ხوار გამოუშვებდა. დააყარა პულმარელი რაც აქორეთ 1-5 შეკარო დალი შეზარხოშნე ესა გაიგე და მე ხსნა დაძა ბულობა, ნო? ერთ სადღეზე რომ მინდა დავლიო. აი იმ კარკაზე გავუმოვით თქვენგენა სვალეთ როგორც მე ახლა თქვენ გამახარეთ არა. აი სამი გოგო მყავს რა. აი გეფიცებით ყველაფერს სამი გოგო მყავს და მოვიდა ისინი ჩავარდნენ იგეთ ბეჭი როგორც ჩემი ვირიო. იცია დილის და უშუქობა. აი ხელებს ცეცევი შედი. მარო ჰაო გაგონა დაიწყე წევლა ლოგინ ვერ აუყოლობ შეიქე. ეხლა ავდგეთ და იქ მო. აი მე? ლოგინს ვერ აუყოლობ. ვაგვირგვინებთ. მართლა ეგრე კი არ არის სუმარტო ანეკდოტებს რო ყვებით. უშენერესი პოეტი არის ქალბატონი ბელა შალოშვილი, რომელსაც ძვირფასი ლექსი აქვს მიზღვნილი კახეთზე და კახელებზე და თქვენის ნებართვით ამ ლექსით დავაგვირგვინებ დღევანდელ აი ამ ჩვენ შაკრებას. ურიცხვი ვარამის მნახველები სხედან ბუბუნებენ დინჯი კახელები. არა პირბოშნი და საქმე ნაღდები სხედან კერცაშინა პატარა ნაღმებით. თითქოს აფასებენ ნაჯაფ ნახელავებს დროდადრო კოჟრიან ხელებს და ხედავენ. დროდადრო თითქოს და ოცნებას აპურებენ ზეცას კრძალვითა და კდემით ახურებენ. ალაზნის ველივი დაფიქრებულები დაუნჯებულები სათქმელი თულებით მაგრამ გახელებაც იციან კახელებმა ჰა ალავერდი სიდინჯე გახელება თუმცა უცხიან რომ სოფელი წამიერობს მაინც ამღერიან მრავალჟამიერო. 1000 ჭირისა და ვარამის მნახველებო ეს თქვენ გაგიმარჯო ძმებო კახელებო თქვენ